საღამო მშვიდობის დღეს პროტესტის 323 დღეა. სხვათა შორის არ გაგიკვირდეთ ჩემი სამასკარადო ნიღაბი, იმიტომ რომ რეალურად რუსკოცური რეჟიმი გვაცხოვრებს მასკარადში. დღეს ფარცხა ფურთხით და დაჩქარებული წესით მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს ოპოზიციურ პარტიებს და 10-მდე იქნებაო ასეთი პარტიაო, ასევე კონკრეტულ კერძო პირებს, რომლებსაც რაიმე შეხება ქონიათ ამ პარტიებთან და არა მხოლოდ პარტიის წევრებს ან პარტიული თანამდებობის მქონე პირებს, არამედ ზოგადად აქტიურ ადამიანებსო შევიყვანთო შავ სიაში, რომ მათ აღარასდროს შეეძლოთო არც პარტიული საქმიანობაო, არც პოლიტიკაში ჩართულობაო და საერთოდ მე მგონი დახვრეტას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებენ. ეხლა რა მაინტერესებს სისხლიანი 9 წელიო რომ გაიძახოდნენ და ნაციონალური მოძრაობა არისო, მთავარი მტერიო ამ ქვეყნისო. საკოცეთის ნახევარი არის ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ჩინოვნიკებით და ამ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანებით დაკომპლექტებული. ეხლა პირველი ვინც გამახსენდა არის ძვირფასი კახი კალაძე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო კამპანიაში. ასევე გამახსენდა, რამ გამახსენა, მაგრამ არჩილ თალაკვაძე, ნინო წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, ბექა ოდიშარია, გივი მიქანაძე და ბევრი სხვა. ანუ გამოდის, რომ ეს ხალხი, რომელიც 2012 წლამდე ნაცმოძრაობის აქტივი იყო და ახლა გადმოპორტირდა ფოცმოძრაობაში, ეს ხალხი არ შედის ამ სიაში, ანუ საკონსტიტუციო მათ გვარსახელებს ვერაფრით ვერ მიიღებს, თუ როგორ არის საქმე. ანუ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური როლი შეტანა შეუძლიათ, ისინიო არ გჭირდებაო, შავ სიაში გჭირდება ისინიო და ყოფილი ნაცებიო, მაგრამ გადმოხოცებულებიო, ესენიო ჩვენი დასაყრდენი არიან დემოკრატიის მშენებლობაში. ვაი თქვენს პატრონს მართლა და მართლა. უბრალოდ ვაი უბედურო საქართველო ამ ჩინური ვითომ ავტოკრატების ხელში. მიდით